ბოლო პერიოდის მონაცემებით დოლარის კურსი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს კი უარყოფითად განსაკუთრებით იმ მოქალაქეებზე აისახება, რომელთაც ბანკიდან სესხი ლარის ნაცვლად უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული. მოსახლეობა ამბობს, რომ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა. ადგილობრივების გარკვეული ჯგუფი მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესი საგანგაშო არ არის და ვალუტის კურსის პერიოდული ცვლილება მთელს მსოფლიოში ხდება. თუმცა მეორე ნაწილი შიშობს, რომ შესაძლოა ლარმა კუპონის ბედი გაიზიაროს. ვალუტის ცვლილება არის ბუნებრივი პროცესი, ეს ფაქტიურად ყოველწლიურად ხდება, რაც შესაბამისად დარეგულირდება როგორც ყოველთვის, აქედან გამომდინარე, მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს იმის შიში, რომ დოლარის მატება მისცემს მათ ცხოვრებას სიძვირეს. სხვა ქვეყნებში წესია, რახან მსოფლიოში მოიმატა კურსმა დოლარის და ზოგადად სხვა ვალუტის აქედან გამომდინარე გავლენა იქონია საქართველოსაც. დოლარის საწევამ გამოიწვია პროდუქტის გაძვირება. პენსიას რო ვღებულობთ, არავით არის პროდუქტი არ მოგდის. თვის ბოლომდე არ ყოფნის. უკვე აწეულია თავისთავად რა დოლარის კურსი. დოლარმა რო აიწია კრედოში მაგვალი და ძალიან ძნელია გადახდა. ძალიან შეში გვაქვს ხალხს რა ვქნათ. სამუშაოები არ არის, ხალხი დასაქმებული არ არის და გაჭირვების პერიოდი დაგვიდგება ალბათ. შიმშილობა თან გაზაფხულიც მოდის და უარესი იქნება. ეხლა ხალხს მაინც პადვალებში შენახული აქვს პროდუქტი და თანდითან გაუჭირდებათ ალბათ ცხოვრება. დოლარის მატება ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ფასებმა ძალიან მოიმატა და ხალხს ისედაც უჭირს ამ ქვეყანაში ცხოვრება, არ არის შემოსავალი, სამსახური და პროდუქტი გაძვირდა და უფრო ვეღარ შეძლებს ხალხი ყიდვას. დღეის მდგომარეობით ვალუტის გამცვლელ პუნქტებში დოლარის ყიდვა 2 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა 1 ლარად და 97 თეთრად. ახალციხის გამცვლელი პუნქტის მეპატრონის თქმით, ლარის კურსის ვარდნა დოლართან მიმართებაში წინა წლებშიც დაფიქსირდა. თუმცა ნოდარ მოსიძის განმარტებით ერთი კვირაა გამცვლელ პუნქტებთან ხალხმრავლობა შეიმჩნევა და მოსახლეობა ცდილობს, რომ თანხა ლარის ნაცვლად დოლარის სახით შეინახოს. მისი თქმით, დოლარის კურსის მატება ყოველთვის წინა საახალწლო პერიოდში ხდება, ხოლო იანვრის 15 რიცხვისათვის კურსი დაბლა იწევს. ერთი კვირის განმავლობაში მოიმატა 17 ერთეულით, 180-დან 197-ზე ავიდა. გაყიდვა 200-ია, 2 ლარია. მაგრამ ასეთი პერიოდი ყოფილა, 250-იც ყოფილა კურსი აწეული. ეს გავლილი წლების წინ. მაგრამ 150-ც ყოფილა ჩამოსული. ახლა მე ვფიქრობ, რომ როგორც სოფლიოში მოიმატა დოლარის კურსმა, როგორც რუსულთან, იგივე ევროსთანაც, აგევე მგონია, რომ ლართან შეფართებაშიც ჩვეულებრივი მოვლენა არის. ეკონომისტების განმარტებით დოლარის კურსის მატება სხვადასხვა კომპონენტებზეა დამოკიდებული. ეკონომიკის დოქტორის როინ თათაშვილის თქმით, საბიუჯეტო პროცესებში ხარჯვითი ნაწილი სწორად უნდა იყოს განაწილებული. ასევე ლარის დიდი ოდენობა ბაზარზე არ უნდა გადიოდეს. მისივე თქმით, ვალუტის ცვლილება ეკონომიკის ზრდის ტემპებზეცაა დამოკიდებული. როინ თათაშვილის მტკიცებით, ლარის გამყარების საკითხში მნიშვნელოვან როლს ექსპორტი ასრულებს, ხოლო უცხოური ინვესტიციები პირდაპირ არის მიბმული უცხოური ვალუტის მოდინებაზე. ეკონომიკის დოქტორის თქმით, საქართველოს მოსახლეობისათვის დოლარის კურსის მატება მათ მატერიალურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად აისახება. მისი აზრით, სიტუაციის დასარეგულირებლად სახელმწიფომ და ეკონომიკურმა გუნდმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგან. არის კურსის შენარჩუნება ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და შესაბამისად აუცილებელია ცოტა ფაქიზი მიდგომა, იმიტომ რომ აუარებელი რყევები, ეკონომიკური რყევები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ არის და შესაბამისობაში თუ არ მოექცევა შესაბამისი ეკონომიკური ჯგუფი, ეკონომიკური გუნდი ან ეროვნული ბანკი, შეუძლებელია მისი ფაქტიურად მართვა გარკვეულ ზღვრებში. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ საერთაშორისო ტრენდი დოლარის კურსის გამყარებაზეა მიბმული და ის მსოფლიოს თითქმის ყველა ვალუტის მიმართ მტკიცდება. საქართველოს მსგავსი სიტუაციაა მეზობელ ქვეყნებში. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში რუსეთში, თურქეთსა და უკრაინაშიც შესუსტებულია.